სოფლიო ჩემპიონატი ამ კვირაში იწყება პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სადაც ირანის გუნდი ფეხბურთსა და ომს შორის აღმოჩნდა. ირანის ფეხბურთელებმა მიიღეს აშეტეშოს ვიზები, მაგრამ რამდენიმე თანამშრომელს უარი უთხრეს შესვლაზე, რის გამოც გუნდს მექსიკაში უწევს ბაზირება და მატჩებისთვის აშეტეშოში მკაცრი შეზღუდვებით მოგზაურობა. ირანს მატჩები აქვს დაგეგმილი აშეტეშის მასპინძელ ქალაქებში, მათ შორის ლოს-ანჯელესსა და სიეტლში. მაშინაც კი, როცა ვაშინგტონთან და ისრაელთან დაძაბულობა აგრძელებს უსაფრთხოების საკითხების განსაზღვრას ტურნირის გარშემო. თეირანი აშშ-ს ადანაშაულებს მსოფლიო ჩემპიონატის პოლიტიზებაში, ხოლო ვაშინგტონი აცხადებს, რომ ვიზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე მიიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა შემოგვიერთდა ნიგარ მოსტაჰედი, ჟურნალისტი Iran International-დან და i4Iran პოდკასტის წამყვანი. მაინტერესებს, როდესაც კანადას, შეერთებულ შტატებსა და მექსიკას უყურებთ, რამდენად თვალსაჩინოა ირანის საკითხი იქ ადგილზე. ფანები ამას სპორტულ ამბად აღიქვამენ, თუ ომისა და ვიზის სკანდალი უფრო დომინირებს საუბარში. ეს იმაზეა დამოკიდებული ვის ეკითხებით. თუ ირანელებს ეკითხებით, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ არიან, მაგალითად კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები ირანელების უმრავლესობა, ისინი Team Melis, როგორც ფარში უწოდებთ, საკუთარ ეროვნულ გუნდად არ აღიქვამენ. ისინი მას ისლამური რესპუბლიკის გუნდად აღიქვამენ, რომელსაც ირანისგან ასხოვებენ. ამიტომ ისინი ამ გუნდის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ. ეხლა არიან ისეთებიც, რომლებიც სპორტს პოლიტიკურად არ აღიქვამენ, მაგრამ რთულია სპორტული არენა პოლიტიკურად არ დაინახო. როდესაც ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ირანის ისლამური რესპუბლიკა, არსებობს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი, IRGC, რომელსაც თავისი ხელები ყველაფერზე აქვს გაშლილი, მათ შორის სპორტზეც. ბევრი ირანელისთვის, როგორც თქვენ ახლახან თქვით, Team Meli ყოველთვის ატარებდა პოლიტიკურ დატვირთვას. ამ მომენტს კიდევ უფრო ამძაფრებს ეს. თუ ეროვნული გუნდი მაინც ახერხებს ირანელების გაერთიანებას, თუ ეს უფრო აჩვენებს დაყოფას ქვეყნის შიგნით და გარეთ. ეს ნამდვილად აჩვენებს დაყოფას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. რადგან, როგორც თქვი, არიან ადამიანები, რომლებიც კი რეჟიმის წინააღმდეგი არიან, მაგრამ მაინც ამართლებენ რაღაცებს, როცა საქმე საფეხბურთო გუნდს ეხება. მაგრამ მთლიანობაში უმრავლესობა ამას თავის ეროვნულ გუნდად არ ავიქვამს. და იცი, როცა საქმე ირანს ეხება, ყველაფერი პოლიტიკურია. რადგან, როცა დიქტატურა მართავს შენი ცხოვრების ყველა ასპექტს, სპორტიც პოლიტიკური ხდება. მუსიკაც კი პოლიტიკურია, რადგან სახელმწიფოც ამას აკონტროლებს. და ბევრი ადამიანი თვლის, რომ Team Meli ირანის რეჟიმს ემორჩილება. სხვები ამბობენ, რომ ეს მათი საქმეა, ისინი სპორტს თამაშობენ და მათთან ურთიერთობა უწევთ. მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ იყვნენ ფეხბურთელები და სპორტსმენები, რომლებიც იანვრის აჯანყებების დროს სიკვდილით დასაჯეს. და ასევე ისინი, ვინც იანვრის აჯანყებების დროს რეჟიმის წინააღმდეგ მოკლეს. ასე რომ ნამდვილად ბევრი ადამიანი იქნება გარეთ ლომისა და მზის დროშით, შირე ხორშის დროშით, როგორც ფარსულად ვამბობთ, რომლებიც გააპროტესტებენ იმას, რომ FIFA არ უშვებს ლომისა და მზის დროშას თამაშებზე, არენაზე. ასე რომ თავად FIFA-მაც პოლიტიკურ საკითხად აქცია ეს სიტუაცია, რადგან რატომ უნდა აკრძალო ასეთი რამ? და რა შეიძლება ითქვას აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, რომ მისცეს ვიზები თავად მოთამაშეებს, მაშინაც კი, როცა ზოგიერთ მაღალჩინოსანს ამ ორგანიზაციიდან ქვეყანაში არ უშვებენ. ასე რომ, დიასპორაში მყოფი ირანელების უმეტესობა ამასაც კი ეწინააღმდეგება. ისინი არ ფიქრობენ, რომ მოთამაშეებს ვიზა უნდა მისცენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი წარმოადგენენ იმ ქვეყანას, რომელსაც ახლა თავად ეწინააღმდეგებიან. გულისხმობ, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომი გრძელდება, მიუხედავად ამ ეწეძრებლობის ცეცხლის შეწყვეტისა. დარტყმები მაინც ხდება, როგორც თავადაც იცით, რადგან ისრაელში იმყოფებით. ამიტომ დიასპორაში მყოფი ბევრი ირანელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თავად მოთამაშეებისთვის ვიზის გაცემის გადაწყვეტილებასაც კი და მიაჩნიათ, რომ ეს ღალატია. უეჭველად, მთელი კვირის განმავლობაში კიდევ ბევრი სიახლე იქნება, რასაც მივადევნებთ თვალს, რადგან თამაშები იწყება. ნიგარ მოსტაჰედი, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობას გიხდით. ასევე